ბიზინა ივანიშვილზე უკეთესი პარტნიორი დღეის მდგომარეობით რუსეთს საქართველოში არ ჰყავს უკეთესი საყრდენი, უფრო კარგი, უფრო მძლავრი საყრდენი პარტნიორი, მეგობარი, მისი ინტერესების გამტარებელი. ეს არის ფაქტი. მოსაზრება იმის თაობაზე, თეორია იმის თაობაზე, რომ კობახიძეს დაეყრდნობა სამომავლოდ, რაღაც კობახიძისა და პირობითად დინარაძის დუეტი თუ ტრიო პაპუაშვილთან ერთად ჩაანაცვლებს ბიზინა ივანიშვილს, ისინი დაიჭერენ ბიზინა ივანიშვილს და ასე შემდეგ. ეს მოსაზრება, ეს თეორია ჩემი მოსაზრებით ფრიად არასწორია. ბიზინა ივანიშვილი პრაქტიკულად ყველაფერს უსრულებს რუსეთის ფედერაციას, კრემლს, პუტინს, მოსკოვს, FSB-ს. მას ემუშავებიან, სადაც არის ახლა ის, მაგალითად და მაღალი ალბათობით არის აბას თუმანში, სადაც არის, მას ემუშავებიან, იქ ადგილზეც ემუშავებიან ივანოვები და პეტროვები, ანუ FSB-ს აგენტები, რომლებიც მას ძირითად პოლიტიკას ჰკარდახობენ, როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს ქვეყნის შიგნით ოლიგარქმა ივანიშვილმა და ასევე ეუბნებიან, ჰკარდახობენ, როგორი უნდა იყოს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე, უпроსტად რომ უნდა გაქრეს. აღარც ევროკავშირს, აღარც ნატოს, აღარც დასავლეთ ზოგადად, აღარც კონკრეტულად შეერთებულ შტატებს, რომ აღარ უნდა აინტერესებდეს ეს ქვეყანა და შესაბამისად რომ უნდა გახდეს იოლი მოსანადირებელი, მოწყვლადიო, ასე რომ ამბობენ რუსეთისათვის. ბიზინა ივანიშვილის ვითარცა ყურმოჭრილი მონა, რა სიტყვაა ხო ეს ვითარცა ყურმოჭრილი მონა ყველაფერს, ან პრაქტიკულად ყველაფერს უსრულებს. თუმცა თუ მიაქციეთ ყურადღება მისმა კარის ფილოსოფოსმა ზაზა შათილიშვილმა თავის ბოლო ეპისტოლეში, ჭყალებში ცხადია, გაბედა და ერთგვარად გააკრიტიკა რუსეთი. თქვენ არ დაიცავით ასადი, თქვენ არ დაიცავით იანუკოვიჩი და ასე შემდეგ და რა გარანტია გვაქვს რომ დაიცავთ ბიზინა ივანიშვილსო. ეს თქვა, ეს გაბედა ზაზა შათილიშვილმა ცხადია ბიზინა ივანიშვილთან შეთანხმებით. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბიზინა ივანიშვილი გარკვეულ შემთხვევებში ცდილობს დისტანცირებას რუსეთისაგან, ვერ გეტყვით სიმართლე გითხრათ, ეს ამგვარი პასაჟები, ამგვარი კრიტიკა რუსეთისა მაინც მგონია რომ უბადრუკი კაცის კრიტიკა არის, გაბედვა არის, უბადრუკი და უუნარო კაცის შეძახილია და სურვილია რომ რუსეთმა უფრო სერიოზული გარანტიები მისცეს უშუალოდ ბიზინა ივანიშვილს პირველ ყოვლისა უსაფრთხოების. მაგრამ კარგად უნდა ესმოდეს ბიზინა ივანიშვილს, რომ ჯერჯერობით კი ის არის მთავარი პარტნიორი საქართველოში რუსეთის ფედერაციისა, მაგრამ მავრი საკუთარ საქმეს აკეთებს და მავრი რომელიღაც ეტაპზე უნდა წავიდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კობახიძეს დაეყრდნობა რუსეთი, არავითარ შემთხვევაში. პაპუაშვილს, კობახიძეს, დინარაძეს, ყაველაშვილს, კალაძეს, ვინმეს და ვინმეს. არავითარ შემთხვევაში არც იმას ნიშნავს სხვათა შორის, რომ დაეყრდნობა ასე მაგალითად გააქტიურებულ, ბოლო პერიოდში გააქტიურებულ იგორ გიორგაძეს ქართული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ალბათ კი არა, ნამდვილად არ მიიღებს და იგორ გიორგაძეს ბიზინა ივანიშვილსაც უჭირს და იგორ გიორგაძეს მით უფრო გაუჭირდება რეჟიმის შენარჩუნება, ძალაუფლების შენარჩუნება. არ მინდა ასე ხმამაღალი ვიყო, მაგრამ მეორეს პრივატობაც არა, გავბედავ და ვიტყვი, რომ ყოველი 100 ქოციდან 99-იც კი გამოვა ქუჩაში იგორ გიორგაძე რომ დაგვასვან თავზე და არ ვიცი სისხლის კალოები უნდა დაატრიალოს გიორგაძემ თუ სხვა ვინმემ, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, არ უნდა გახდეს ალი ხამენეისნაირი და ალი ხამენეისნაირი რომ გახდეს ძალიან რთული იქნება, ძალიან ძნელი იქნება ნებისმიერისათვის გიორგაძისათვისაც კი, რომელიც ხადია, მოდი ასე გეტყვით, უფრო მეტი აგენტია, თლად აგენტია რუსეთისა, ბიზინა ივანიშვილის აგენტია, მაგრამ ბიზინა ივანიშვილისაგან განსხვავებით იგორ გიორგაძე არის აგენტი კვადრატში, ან აგენტი მე-7 ხარისხში, 41 ხარისხში, 105 ხარისხში. მოკლედ მე არ მგონია რომ იგორ გიორგაძეს დაეყრდნობა რუსეთი, როცა იქნება მაშინ. ირაკლი კობახიძეზე უკეთეს
პაპუაშვილზე უკეთეს, პაპუაშვილი საერთოდ სათვალავში ჩასაგდებიც არ არის, მაგრამ მაინც. ხო, არავინ არ არის. პუჩეჩია, ჩალა. და ასე შემდეგ. მაგრამ იგორ გიორგაძეს თუ არ დაეყრდნობა და პაპუაშვილს თუ კობახიძეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიღაც ეტაპზე ბიზინა ივანიშვილი არ უნდა წავიდეს. რუსეთს აქ სჭირდება ცალკეული ისეთი მმართველები, რომლებიც გიორგაძეზე უკეთესები არიან. გიორგაძეზე რუსები კი არა, გიორგაძის მსგავსად არ აქვს შელახული რეპუტაცია. ასეთი შეიძლება იყოს ვინმე, ესეც არ მგონია გულახდილად გეტყვით, მაგრამ ის დაშვებას ვაკეთებ, ვინმე მამუკა ფიფია და ვინმე ცეცხლაძე, სახელი არ მახსოვს ამ ცეცხლაძისა, რომლებიც არიან რუსეთში ჭყალებში მოღვაწე ქართველები, რომლებიც სულ იმის თვისებაში არიან, რომ საქართველოს და რუსეთი ერთმანეთს უნდა დაუახლოვდნენ. მათთან მეგობრობს, რამდენადაც ვიცი და ერთი-ორი ფოტო აღმოვაჩინე. ასე მაგალითად ლალი მოროშკინა და სხვებიც ბიზინა ივანიშვილს უმალ დაანაცრომ ჩაარტყავენ ზურგში. ისინი და ეს მამუკა ფიფიაა სწორედ და სხვები არიან, რომლებიც საყვედურობენ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფალს, რუსს რასაკვირველია, ძალიან რუსს რასაკვირველია, ბიზინა ივანიშვილს მინიმუმ ორ რამეს, ვერ პატიობს რუსეთი და მამუკა ფიფია ახმიანებს ამას, ორ რამეს სულ მინიმუმ. პირველი, ეს არის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს თქვა, რომ რუსეთმა კომპენსაციები უნდა გადაუხადოს უკრაინას, იცით თქვენ რამდენიმე ხნის წინანდელი ამბის თაობაზე, როცა მაკა ბოჭორიშვილმა მოაწერა ხელი იმ გადაწყვეტილებას, იმ დეკლარაციას და ამას ვერ პატიობენ რუსები, ბიზინა ივანიშვილს, ის რუსები, რომლებიც ემუშავებიან ბიზინა ივანიშვილს. მეორე, ეს არის საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინა კბილები და დონბასის ან ოკუპირებულ უკრაინის იმ ტერიტორიების მოსახლეობა, რომელიც ოკუპირებული აქვს რუსეთს, ის მოსახლეობა, ის ტურისტები არ შემოუშვა ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან საქართველოს ტერიტორიაზე და გადაფსიხდნენ რუსები ამის გამო. ბიზინა ჩვენია ამბობენ ისინი. მაგრამ ხანდახან თურმე ბიზინაც ჭედავს. ხანდახან თურმე ბიზინასაც არ უნდა ენდო. უფრო მეტად უნდა იყოს ის ჩვენი. არა და დალშენია კუდა, ესე უნდა ვთქვა. მეტი რაღა უნდა ხნას ბიზინა ივანიშვილმა. საერთოდ ხო არ წაშლის საკუთარ თავს. არა, წაშლის რასაკვირველია საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ რაღაცა პატარა ბჭყალი რო გამოაჩინოს, ეს უკვე აღარ მოსწონთ რუსებს. თუ გულახდილები ვიქნებით, ეს ყველაფერი თავად ბიზინა ივანიშვილის ბრალია და სულ რომ გამოსწორდეს ბიზინა ივანიშვილი და რუსეთულ პოლიტიკოსად იქცეს, მე არ გავეტირები და არც არავინ არ გაეტირება, იმიტომ რომ კატამ ივანიშვილმა, თაგვმა ივანიშვილმა თხარა და კატა რუსეთი გამოთხარა. ხოშე შევარდნაძესაც იგივე დაემართა გარკვეული პერიოდის წინ, ხო, წლების წინ 92-დან 95-მდე, 16-მდე ის ღიად პრორუსული პოლიტიკოსი იყო, პრორუსი პოლიტიკოსი იყო. საქართველოს რუსულ თარგზე მოჭრილი სახელმწიფო იყო იმ ხანად 92-დან 96-17-მდე. მერე სცადა შევარდნაძემ და შევარდნაძე მასშტაბური პერსონაა ივანიშვილთან შედარებით. სცადა დაბალანსება და რუსეთმა მოიძულა ის. ტერორისტული აქტებიც რუსეთმა მოუწყო, მინიმუმ ერთი, იმ 2 თუ 3 ტერორისტული აქტიდან, რომელიც მოუწყეს ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძეს, რომელსაც ცხადი არ მივტირით, მაგრამ უბრალოდ ხსნით. და შევარდნაძე ჩვენ გავაგდეთ ხელისუფლებიდან 2003 წელს ვარდების რევოლუციის შედეგად, არა მხოლოდ იმიტომ, რომ კორუმპირებული იყო მისი იმჟამინდელი მთავრობა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნები გააყალბეს, არამედ იმიტომაც, რომ ის პრინციპში ესეთი ორ სკამზე, ორ დუნდულა კაცი იყო. ორ სკამზე კი მესმის, რომ დუნდულის ერთი ცალი დუნდული უფრო მეტად ჩაბოდებული ჰქონდა დასავლეთის სკამზე, მაგრამ მაინც გარკვეულ ძაფებს ინარჩუნებდა რუსეთთან. ბიზინა ივანიშვილი შევარდნაძეც კი, აი ბოლო პერიოდის შევარდნაძეც კი, რაც არ უნდა მოინდომოს, უბრალოდ ვერ გახდება. ზახაროვა მარია, რომელსაც ეს ფიფია უუხდის მადლობას, ამბობს, ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის წინაპირობები არ არსებობს. ხაზგასმით აღნიშნავს ის, რომ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიციის მიუხედავად სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი აღიარებს რუსეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ ფიფიას სხვათა შორის ყოველ შემთხვევაში როგორც ამბობს, ჩატარებული აქვს რაღაცა კვლევა თუ ხელმოწერები უფრო ზუსტად შეგროვებული აქვს და 150,000 ხელმოწერა
შევაგროვეთო ეს ფიფია, რა ქვია, მამუკა ამბობს, ანუ რუსი პოლიტიკოსი. რომ და ეს 150,000 მოქალაქეო ყოველგვარი რაღაც რეკლამის, სარეკლამო კამპანიის გარეშე უჭერსო მხარსო ესე იგი 150,000 საქართველოსა და რუსეთის უფრო მეტ დაახლოებასო. ეს არის ერთადერთი გამოსავალიო, ამბობს ფიფია და მისი მეგობარი ცეცხლაძე და კიდევ ვიღაცები ხავთ. რუსეთში არიან ისინი, მოსკოვში არიან და ამ საქართველოს-რუსეთის ურთიერთობის ინტენსიფიკაციაზე და მეტ დაახლოებაზე საუბრობენ. რაოდენ სამწუხაროდ არ უნდა იყოს. ისინი ეყრდნობიან საქართველოს საპატრიარქოსაც, იყენებენ, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, საქართველოს საპატრიარქოსაც, რომელსაც ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პოლიტიკას, ფიფიას პოლიტიკას, ან პოლიტიკას ზოგადად, ასე ვიტყვი, საქართველოს-რუსეთის დაახლოებისა, მეტი დაახლოებისა ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს პატრიარქის სახელსაც იყენებენ, იმიტომ რომ ერთი-ორჯერ ბოლო პერიოდშიც, რამდენადაც ვიცი, შეხვდნენ საქართველოს პატრიარქს და პატრიარქის ამის მომხრეაო, ამის თქმას ცდილობენ, თუმცა ეს ასეა თუ არა, ეს გამოჩნდება მეთქი როგორ თქვა, მაგრამ აი საქართველოს საპატრიარქო არც არასდროს არ გაებიჯდება ამათ ჩემი მოსაზრებით. ყოველ შემთხვევაში ის გუნდი, რომელიც მართავს საქართველოს საპატრიარქოს დღეს და ახლა. მეტი დაახლოება საქართველოსა და რუსეთისა, ქართული სახელმწიფოსი და რუსეთის სახელმწიფოსი არის რუსეთის ინტერესებში ასაგურებია და საყრდენ ერთ-ერთი არის სწორედაც რომ ერთმორწმუნეობა. აი პრავოსლავიეს თუ მართლმადიდებლობას რუსეთები იყენებენ. ბიზნა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა დანაშაულიც შეიძლება ასე ითქვას, არის ის რომ მან საკუთარი პროქსი პარტიები, პროქსი ოპოზიცია, მართული ოპოზიცია შექმნა ერთ-ერთი ის ნაგვარია ეს ბიჭი შაქარიშვილი თუ შაქარაშვილია, ნეიტრალური საქართველო, ანუ აქ უკვე მოსული ამბავია, რომ აი ნეიტრალიტეტზე უნდა ვილაპარაკოთ, საქართველოს დასავლეთში არ უნდა გაწევრიანდეს და ასე შემდეგ და მიზან მიმართული რუსული საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს, ქართული ოცნება, რასაკვირველი ლიდერია მოცემულ ეტაპზე, თუმცა სხვაებიც ეხიდებიან ხალხის ძალა, ვითომ ოპოზიციური პარტია, ვითომ სხვა პარტია, ეს ნეიტრალური საქართველო, ეს ფიფია აქტიურდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ კითხვა მაინც ამგვარია, ბიზნა ივანიშვილი არის თუ არა მავრი? კითხვა ასეთი. და რუსეთი, რომელიც ასუსტებს ამ ქვეყანას, უკვე რომელიღაც ეტაპზე რუსეთს ხوار მოხბეზრდება ბიზნა ივანიშვილი და ხომ არ ჩაანაცვლებს სხვა რომელიმე პირი. თქვა ვიმეორებ, იგორ გიორგაძე ეს აღალი ალბათობით არ იქნება და კი ნამდვილად არ იქნება. ვეჭვობ რომ არ იქნება ეს ფიფია და ცეცხლაძე და სხვები ან რუსეთში ჭყალებში მოღვაწე ქართველები, ყოფი ქართველები, იმიტომ რომ მათი პოპულარობის ხარისხი მათ მიმართ ლოიალური დამოკიდებულების ხარისხი, რასაკვირველი, მათი ცნობადობის ხარისხი რასაკვირველი ძალიან დაბალია. არ იქნება და ვერ იქნება იგორ გიორგაძე, არ იქნება და ვერ იქნება ირაკლი კობახიძე და ასე შემდეგ, მაგრამ ვინ შეიძლება იყოს? აქ მე მახსენდება მამა კადიროვი და შვილი კადიროვი. ისიც თქვენ რომ რომელიღაც ეტაპზე მამის მოცილების შემდეგ შვილ კადიროვს, რომელიც ისედაც ცხადია მაფიოზი იყო და პრორუსული, პროპუტინისტური განწყობები ჰქონდა და ისეთად წარმოედგინა ჩეჩნეთი, როგორიც არის დღეს ჩეჩნეთი, ხო, დაეყრდო რუსეთის ფედერაცია, კვლავ ვიმეორებ, მუფტი მამამისის, რომელიც თავის დროზე ერთგვარად იყო ჯოხარ დუდაევთან, მისი მოცილების შემდეგ, თუმცა მალევე უღალატა, მაგრამ მაინც. არაფრისკენ არ მიმყავს საუბარი, არაფერზე არ მიგანიშნებთ, բայց და მაინც არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ბერას დაეყრდობა ბიზნეს მოცილების შემდეგ მეთქი. როცა იქნება მაშინ, ან ცოტნეს დაეყრდობა მეთქი, ეს არ არის 1 და 2 წლის პერსპექტივა, თუ բայց და მაინც გადარჩა ახლა ამ 2 წელიწადში ბიზნა ივანიშვილი, ეს არის 5-6 წლის პერსპექტივა, 5-6 წელიწადში ბიზნა გვარიანად შესული იქნება ასაკში, თუ ახლა გადაურჩა და გაძლიერდა, ხო, მისი წასვლის დროს, მავრის წასვლის დროს იქნება და მაინც იმას არ გულისხმობ, რომ მოგაცრავად სიტყვისთვის და დაბრიდავენ, არა. შეიძლება უბრალოდ ჩამოიცილონ, ან დაბრიდონ კიდეც არც ამას არ გამოვრიცხავ. მოკლედ მოიცილონ და სხვა მასზე მეტ პრორუს უკლებლივ ყველაფერს რომ შეუსრულებს, იმას დაეყრდონ საამისოდ, ეს არის 4-5 წლის პერსპექტივა, უფრო მეტადაც იქნება მომწიფებული ვითარება ამ რეგიონში და ამ ჩვენს ქვეყანაში კონკრეტულად საზოგადოების განწყობებიც
5 წლის თავზე იქნება გაცილებით პრორუსული თუ რუსული თუ ეს კამპანია წარმოებული ბიზინა ივანიშვილის მიერ გაგრძელდა რუსეთის მიერ გაგრძელდა ეს ტვინთა რეცხვის კამპანია და ბიზინა ივანიშვილის ეს ფაფხური ბოდიში ესე უნდა შევაფასო 1-2 წინააღმდეგობის გაწევა რუსეთისათვის არც არაფერია ჩალის ფასიანია პირიქით რუსები ამის გამოც კი სჯიან ამის უფლებასაც კი არ უტოვებენ ბიზინა ივანიშვილს თუ ეს ასეა თუ ეს თეორია სწორია ბოდიში თუ ეს თეორია სწორია მაშინ ვიდრე ეს მოხდება მანამდე უნდა მოხდეს სხვების მოცილება გაგორება კობახიძისა დინარაძისა და ასე შემდეგ ბიზინა ამ პერიოდისთვის რუსეთი ამ პერიოდისთვისაც ემზადება ხო წარმოუდგენელია ირაკლი კობახიძეზე მეტი შიზოიდისა და არაადეკვატურის და რუსის მოყვანა მაგრამ მინისის და იქნება ნელ-ნელა უნდა შემოგვაპარონ კიდეც მაგალითად ფიფია მაგალითად ბიზინა ივანიშვილი რომელიღაც ეტაპზე რომ გამოვიდეს და თქვას რომ მე პრინციპში თანახმა ვარ რომ ირაკლი კობახიძე წავიდეს და მოვიდეს ფიფია აი მაისში მაგალითად თუ არჩევნები დაინიშნება ჩვენთან ეს იქნება ცხადია რუსული პროექტი რუს არჩევნები იმ პირობებით რა პირობებისაც გვთავაზობს ბიზინა ივანიშვილი იმ პოლიტიკით ანუ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობს პრაქტიკულად იაგო ხვიჩიას და გახარიას არ გულისხმობ და ყველა ოპოზიციონერი განდევნილია ველიდან დაჭერილია მათი გარკვეული ნაწილი და მე ჩატარდება არჩევნები მიდის ნაკლები ამომრჩეველი მაგრამ ლეგიტიმურად წყალებში ითვლება ის არჩევნები მიიღებს 80% ქართული ოცნება 114 115 117 დეპუტატი 120 დეპუტატი ეყოლება 30 მიუგდებენ გახარიასა და იაგო ხვიჩიას და რავის ოზარ სუბარს პირობითად ლაპარაკობ რომელიც ცალკე სუბიექტი არ იქნება ან არა მაგრამ მაინც ნეიტრალურ საქართველოს ვატო შაქარაშვილს ასევე და ასე შემდეგ და მე უკვე კიდევ დამატებით ხალატებს ჩაიდენს ბიზინა ივანიშვილი თუ რუსეთი დაიყაბულებს ბიზინა ივანიშვილს ამგვარ არჩევნებს აი ასეთი იუზერია დავით ჩუტლაშვილი თუ არ ვცდები მას ქონდა დაწერილი მაგრამ ვეღარ პოულობ და შესაძლოა მას არ ქონდა მაგრამ შესაძლოა სხვა დაწერა ვერ ხედავ მოკლედ ვეღარ პოულობ მის იმ ჩემი მოსაზრებით საინტერესო სტატუსს შესაძლოა რამდენიმე დღის წინანდელია და მოდი თქვენის ნებართვით ჩავსკროლავ სადაც ეს დათო ჩუტლაშვილი ამბობს რომ ბიზინა ივანიშვილი კი არა რუსეთი გაასაღებს ბოდიში ამ სიტყვისთვის და რა საბოდიშო ეს არის ვეღარ პოულობ მოკლედ გაასაღებს ცალკეულ პოლიტიკოსებს და ვინც ის ბიზინა ივანიშვილსაც კი მიადგება თუ ვინმე გაასაღებს ბიზინა ივანიშვილს ეგ რა მაგის პასუხია მას ხო ეშინია ამ deep state-ის მას ხო სწამს რომ საქართველოს გადაარჩინა deep state-ი უპირისპირდება deep state-ი მისეული გაგებით რაც არის არსებითად განსხვავდება შეერთებული შტატების თურქეთის ბრიტანეთის ეგრეთ წოდებული deep state-ისაგან ბიზინა ივანიშვილისთვის deep state-ი და მასონები ერთი და იგივეა იქ ტრამპი მაინც გულისხმობს deep state-ში ბიუროკრატიას თურქები მაინც გულისხმობდნენ სამხედრო ელიტას ეგ რა მაგის პასუხია ბრიტანელებიც ევროპელებიც მაინც გულისხმობენ უფრო ბიუროკრატიას რომელიც გადაწყვეტილებების მიღებას ჭიმავს აჭიანურებს ართულებს ხშირ შემთხვევაში არის რაღაც ბიუროკრატია როგორც ასეთი ბიზინა ივანიშვილისთვის deep state არის გლობალური ომის პარტია რომელიც მას ებრძვის და მართლაც სჯერა რომ ის ისჯება დასჯილია იმის გამო რომ ქვეყანა მისეული წარმოდგენით გადაარჩინა ხო და რატომ ვამბობ ამას იმიტომ ვამბობ რომ ბიზინას საფრთხე არ ემუქრება ეგრეთ წოდებული deep state-ისგან თუ ვინმესგან ემუქრება ბიზინა ივანიშვილს საფრთხე არის სწორედაც რომ ნამდვილი deep state-ი ნამდვილი გლობალური ომის პარტია ეს არის პუტინი და პუტინის რეჟიმი არ ვგულისხმობ და არ ვამბობ რომ ეს საფრთხე რეალურია ეს საფრთხე რეალურია მაგალითად 2-3 წლის განმავლობაში 4 წლის განმავლობაში თუ ახლა გადარჩა მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მავრი უნდა წავიდეს. რა ფორმით გაუშვებს მავრი ბიზინა ივანიშვილს? რა ფორმით შეჭამს მავრ ბიზინა ივანიშვილს? რუსეთი, ხო, ეს ცალკე თემაა.
სერგო ორჯონიკიძემ ფორმალისტური თვალსაზრისით თავი მოიკლა. მაგრამ აღარი ალბათობით ის გასაღებულია და ასევე 1921 წელს ვინც კი საქართველოს ავნო პრაქტიკულად ყველა უცნაურესად მოკვდა. ან გარიყული იყო, ან ზოგი დახვრიტეს, ზოგმა თავი მოიკლა. ზოგი გააგდეს საერთოდ. ზოგი არც ვიცით სად არის, სად აღმოჩნდა 30-იანი წლების დასაწყისში. და ასე შემდეგ. რუსეთი არ ინდობს იმ პირებს განსაკუთრებით, რომლებიც მას ემონებიან. ამას ვერ უხსნის, ვერ აუხსნის ვერავინ ბეძინა ივანიშვილს. ვის დაეყრდობა? არ ვიცით. შესაძლოა ეს ვინმე ვისაც დაეყრდობა გამოჩნდეს მაგალითად 3 წელიწადში. ოღონდ ნელ-ნელა გამოჩნდეს. ჯერ ვიცე-პრემიერი, ჯერ ეკონომიკის მინისტრი, ჯერ თუნდაც მრჩეველი გახდეს. მერე ვიცე-პრემიერი, მერე რაღაც პრემიერ-მინისტრი, ან რაღაც ჩვეულებრივი დეპუტატი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მერე გაძლიერდეს, გამსუყდეს, მომძლავრდეს და მერე თობადობას გაიზარდოს მისი და მერე დაეყრდოს რუსეთი უკვე მას. და ჩაიყაროს პოლონიუმი. ხო, თუ ნოვიჩოკი პოლონიუმი ბიძინა ივანიშვილის ჭიქაში, ამიტომ დავწერე მე და ბევრი წერს, რომ ხვედელიძე, ანუ მიმართავ ნეკას, გაცვა გააძლიერე. არანაირი დაცვის გაძლიერება საბოლოო ჯამში არ გიშველით და არც არავინ არ გამოგეტირებათ. ოღონდ გულახდილად, აი ფლად გულახდილი რო ვიყო, ხო, რასაკვირველია ეს სცენარი არის ძალიან ცუდი. იქნება კიდე აი ამაზე უარესი რაც ხდება ჩვენთან, ამაზე უარესი რა არის, მაგრამ კიდე უარესი ჩვენთვის რომ ვიცოდეთ მაინც. ამიტომ არ მოუწოდებ ხა ბიძინა ივანიშვილს გადმოსვლას ჩვენ მხარეს. აზრიც აღარ აქვს, მან ყველა წითელი ხაზი, ერთი და ორი კი არა, ყველა წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა მან. ისეთი რაღაცეები ჩაიდინა ამ ბოლო პერიოდში, რომ წარმოუდგენელია ამის ატანაც, ახსნაც, ატანაც და ასე შემდეგ. და ყველაფრის ღირსია თაგვი, რომელიც კატა გამოთხარა ან გამოთხრის. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს აქვს ერთადერთი გზა. აი შევარდნაძეს ჰქონდა ეს გზა. ძალიან მიდიხართ ბატონო ედუარდ რო ჰკითხეს 2003 წელს ნოემბრის თვეში და მან რო თქვა რომ სახლში მივდივარო, ხო? ბიძინა ივანიშვილმაც უნდა თქვას რომ სახლში მიდის, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დასჯის ან ქართველი ხალხი და დასჯის ქართველი ხალხი. მით უმეტესად დროთა განმავლობაში ის მეტ და მეტ შეცდომას ჩაიდენს და დანაშაულს ჩაიდენს ქართველი ხალხის წინაშე, ან დასჯის რუსეთი და ჩვენ კიდევ უფრო მეუარეს ჭაობში აღმოჩნდებით ავთერ ივანიშვილი, მას არ ვიცავ და არ მივტირი ცხადია. არ გავეტირები ცხადია. სახლში უნდა წავიდეს. აქვს თუ არა რესურსი ბიძინა ივანიშვილს ახლა უკვე ამდენი რამ რომ ჩაიდინა სახლში წასვლისა, ასე რომ გაუწვა რუსეთს სახლში წასვლა, ასე რომ დაემონა რუსეთს სახლში წასვლის რესურსი აქვს თუ არა, გაცლისა რომ რესურსი აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, მე არ ვიცი, ალბათ უფრო არა. ამიტომაც შეცდომას უმატებს, გაჯიუტებულია, ხო? ჩიხში მომწყდეული იპორჭყდება, კუთხეში მიმწყდეული იპორჭყდება ქართულ საზოგადოებას, პორჭყდის ქართულ სახელმწიფოს დამატებით აზიანებს, იმიტომ რომ გაავებულია. ეს მუბადრუკი მცდელობები, რომ რუსების ნაწილი არ შემოუშვან დონბასში დაბადებული რუსების ნაწილი, ან რაღაცა ორჯერ სამჯერ ხარი დაუჭირონ უკრაინას და ასე შემდეგ, ეს არის უბადრუკი მცდელობები საბოლოო ჯამში. ეს არის ყველა ხვდება რომ ეს არის ტაქტიკური რაღაც ნაბიჯი რომ იქნება და გადარჩეს, ან მეტი გარანტია მიიღოს რუსეთისაგან, უსაფრთხოების გარანტია. ზაზა შათრიაშვილიც ხო ამას ლაპარაკობს რომ ასადი ვერ დაიცავით და ბიზინას დაიცავთ კი? ამას უთვლის deep state. რუსეთს პუტინის deep state აღმოჩნდა ამათი გაგებით. ნუ მცდელობა აქვს ყოველ შემთხვევაში ეს ხაზიც გაატარა. ხო, არ ვიცი. მოკლედ ამბავი რთულად აქვს ბიზნეს. სათაური გავაკეთოთ ასეთი, იქნება მეტმა მაყურებელმა გაიგოს. რაზეც ვლაპარაკობ. არ დამავიწყდეს ბოდიშფიხტი იგორ გიორგაძე ვახსენე მე და იცით თუ არა რომ აი საბაჟო პუნქტი რო გაკეთდა გალის რაიონში, იმ კომპანიის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ირკვევა რომ არის იგორ გიორგაძე. ანუ ის უკვე რაღაც დე-იურე საქართველოს ტერიტორიაზე რაღაცა კომპანიებსაც ფლობს ცხადია სავაჭრო. არა ის ვერ მოვა საქართველოს ხელისუფლებაში რა უნდა მოხდეს მართლა. მეორე მხრივ რა არ მოხდა, მაგრამ
ისეთი რა უნდა მოხდეს, რომ იგორ გიორგაძე გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი თუ პრეზიდენტი, მაგრამ მაინც. ეს ერთი, კიდევ რა მინდოდა მეთქვა და იმასაც გეტყვით ბოდიში რა, ერთი წუთი უკაცრავად გემშვიდობებოდით თითქოს, მაგრამ მაინც. სკანდალია ერთი იცით თქვენ, სერიოზული. ესე იგი, ფასების დასთავარე ავიდავანებოთ და ასე შემდეგ. ოქტომბრის ბოლოს საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა 100,000 ტონაზე მეტი ნედლი ნავთობი, ყულევის ჯერ არ დასრულებული, აი მაგასათიანი როა, რამდენადაც მე ხვდები დამფუძნებელი, მშენებარე ნავთობ ქარხანაში. ნოემბერ-დეკემბერში გავიდა როგორც მზა ნაწარმი. მიაქციეთ ყურადღება, როგორ რუსულს თამაშობს, როგორ რუსულ პოლიტიკას აწარმოებს ცალკეული კომპანია და ცალკეული კომპანიის უკან მდგომი ბიზინა ივანიშვილი. და პატარა რაღაცებს არ პატიობენ ეს დამპალი რუსები ხელისუფლებას გულისხმობ. ნოემბერ-დეკემბერში გავიდა როგორც მზა ნაწარმი, არა და საქართველოს არა აქვს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არც ყულებში მათ შორის. ეს არის საერთაშორისო სკანდალი. საქართველოს იცით თქვენ რომ ნავთობის გადამუშავება არ შეუძლია. ამ უკანონო ოპერაციიდან არავინ იგებს. გარდა რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ამ მშენებარე ქარხნის მეპატრონეებისა, მაკა ასათიანისა და არა მხოლოდ მისი ქმარი კიდე, რომელსაც მთავრობა მფარველობს. აი, რომან გოცილაძის პოსტს ვკითხულობ. დღეს კობახიძე ამბობდა პირნათლად ვასრულებთ სანქციებს, რომ ვერ ასრულებს საქართველოს პირნათლად სანქციებს, რომ იცოდეთ, მაინც ის რუსეთისთვის ერთგვარი მაშველი რგოლია და რეალურად ეს ასე არა. რაც შეეხება აი ამ ამბავს, ხო? ეს რუსეთისთვის სასარგებლო საქმეებს აკეთებს რასაკვირველია ეს კომპანიაც და ხელისუფლებაც ხელისუფლება წოდებული ბანდაც, მაგრამ პატარაზე ახტება თუ არა, ხო? პატარა წინააღმდეგობას გაუწევს თუ არა. რუსები ეგრევე ბრაზდებიან, უჯავრდებიან და ეუბნებიან, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა დათმო და რა უფლება გაქვს, რომ რაღაცეებში წინააღმდეგობა 7 კაცი არ შემოუშვი დონბასში დაბადებულიო, ამაზეც კი უჭედავენ, ამის გამოც კი ებძვიან ჭყალებში ბიზინა ივანიშვილს და გაჭედილია ეს კაცი საკუთარ კომპლექსებსა და რუსეთსა და კიდე რაღაცეებს შორის. იმედი მაქვს, თუ საქმეაზეა ნაკლებად, მაგრამ მაინც ხვდება, რომ პოლონიუმს უკვე ამზადებენ რომელიღაც ქარხანაში. მის დოზას გამოიყენებენ თუ არა, მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ. არც ის არ ვიცი, ვის დაეყრდნობიათ, მაგრამ ადრე თუ გვიან ბიზინა ივანიშვილს რომ მოიცილებენ კარგით არა პოლონიუმით, არა გასაღებით, არამედ როგორღაც რამე ფორმით რუსები. ხო, ეს ფაქტია. ნახვამდის. რთული დროება მოდის ძალიან. მაგრამ გადავრჩებით ამის თქმაც მინდა. ეს მნიშვნელოვანია, ხო, ჩვენ ვიყოთ ბრგეთ, ჩვენ ვიყოთ რაღაც უდრეკად.